პენალტს ეძებდა მეტოქის საჯარიმოში. გეგეჭკორი რაც არ გამოუვიდა, შემდეგ კარგად აუარა გვერდიფაღავა, შეაწოდა დარტყმა და 1-0. გაგრა გადის წინ, მაინც გაიტანა გეგეჭკორი მარტივად და ესეთი ზუსტი პასი უკვე საჯარიმოში. არაერთი ისეთი ვარსკვლავის სამშობლოა ჩაწოდება ამ ეპიზოდში გაცირიძე. გადაწყვეტილება და შესრულება თამაშგარეთ აქ წესით არ იქნება. ორ ცენტრალურ მცველს შორის გერენაია, აგიაკვას სანტოსი ხარებაშვილი აქ უკვე ჩაწოდება და არტყმა და გაგრელება შეურებით ეს ეპიზოდი თქვენს ეკრანებზე. ეს მარცხნიდან ჩაწოდება და მარცხნიდან ზოიძე იხსნება აქ მარცხნივ და ძალიან კარგი დროული გადაცემა წინსაცის შესრულებით. ზოიძე ჩაწოდება საჯარიმოში და არტყმა მე-6-ზე და მე უკვე 86 წუთზე მოახერხა მან დუბლის შესრულება. ზოიძის ჩაწოდების შემდეგ მეორე სართულზე აქაც საშინაო შეხვედრა. სხვადასხვა ბევრი ვისაუბრეთ ურთიერთშეხვედრებზე, უფრო მასშტაბურად ჯერ ეს ეპიზოდი ნახოთ. გოცირიძე და არტყმა და 1-1. ზედზე 3 მატჩი ჰქონდა, მე დიდი პაუზა გამოუვიდა და ახლა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. აბდულაი იორო, ადრიან სეზარი, კარგა ბურთი პაპუაშვილი ხარებაშვილზე გადაცემა ხარებაშვილი კარგი პასი გოცირიძე შეიძლება კიდევ ერთი გოლი ვნახოთ. გოცირიძე გავიდა 1-1-ზე და ლორიამ აიღო ეს ბურთი, მაგრამ მაინც გაიტანა დავით გოცირიძე. მან გარეში ხდება მას დაუძახეს და დაელოდნენ. ასეც არის კარგი გადაცემა და ანგარით აი აქ არ არის გოცირიძე თამაშგარე მდგომარეობაში და არც ხელი თამაში არ არის. მარჯვნივ პასი კლაუდინეი ბაზილიელმა მიიღო და გააკეთა პასი ისევ გოცირიძის მიმართულებით. ზურგით კარისკენ მდგომი შემობრუნდა, შეინარჩუნა ბურთი და ჩართო საქმეში ვანდერსონი. მის საფინმო ჩაწოდება გოცირიძე, კარგი მომენტი დარტყმა შეუძლია და ორი ტურისათვის თამაშგარეთ წესით გარიგით აქ არ არის, არანაირი თამაშგარე, მე მგონი გაბაძია ჩარჩენილი, უშლიდა ხელს ბოლოს უკვე